ვაგრძელებთ გადაცემას კინოზე საუბრით და ბუბა ხოტივას ჩვენ ახლა შეგვიძლია მოусმინოთ პირდაპირ ეთერში. ბატონ დავით ცინცაძის ჩანაწერი არსებობს, ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერი, ხო? ფილმს ვაკეთებდით და სამწუხაროდ ვერ მოაწერეთ ზუსტად აი სამეცნიერო პოპულარული და დოკუმენტური ფილმის მნიშვნელობაზე, რომ საზოგადოებას გაიგო და ვერ მოასწარით და ის ფრაგმენტი საშუალებით მაინც შეგვიძლია საზოგადოებას გავაგებინოთ ბატონ ბუბას ხედვა, მიზნები, რასაც ის გეგმავდა ცხოვრების განმავლობაში, მოусმინოთ ამ ფრაგმენტს და შემდეგ განვაგრძობთ ის საუბარს. არაჩვეულებრივი დოკუმენტალისტი იური სივენსი ამბობდა, რომ დოკუმენტური კინო არის საზოგადოების სინდისიო. აი რა სინდისია საზოგადოებას, ისეთი დოკუმენტური კინო. ძალიან საინტერესო გამონათქვამია და ძალიან სიმპტომატური ქართული დოკუმენტური კინო ასახავს ქართველი ერის ზნეობრიობას, ნიჭიერებას, თავისებურებას, უნიკალობას, პიროვნებების სიძლიერეს, განუმეორებლობას. ეს ყველაფერი ჩანს. ჩვენ ეპოქალური ფილმები შევქმნით წინა თაობამ, უпроსწორედ დაადრინდელმა ჩვენმა მამების და ბაბუების თაობამ და ეს ჩვენ უნდა გავაძლიეროთ, რაც დრო გადის დოკუმენტურ კინოს მეტი და მეტი ფასი აქვს. ადამიანებს, ბავშვებს განსაკუთრებით მიდრეკილება აქვთ დოკუმენტისკენ, სიმართლისკენ, სინაღდისკენ, იმიტომ რომ იქ არაფერი თამაში არ არის, იქ არის ნამდვილი რეალობა და ჩვენ ამას უნდა სერიოზულად დავფიქრდეთ, ძალიან სერიოზული დაფინანსება არის საჭირო აი ამ დარგის შესანახად. ეს არაკომერციული დარგია, ვიმეორებ, ეს არის მორალური, ეს არის ქართლის ცხოვრება. აი როგორც ადრე ლეონტი მროველი წერდა, ისე დოკუმენტურმა კინომ უნდა დაწეროს და მე-20 საუკუნე შემონახულია. ეხლა 21 საუკუნეში გადავედით და ეხლა არის ნაკლებად, ასე ვთქვათ, ყურადღება მიქცეული. უნდა აღორძინება დაიწყოს ამ დარგის აუცილებლად. სინდისის აღორძინებაზე თუ ვისაუბრებთ დოკუმენტალისტიკის კუთხით, ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მართლა ის მატიანე, რაც არსებობს ამ მიმართულებით და ახალი პროდუქტის შექმნა და თქვენ როგორ ფიქრობთ, აი როგორ უნდა მოხდეს ქართული დოკუმენტალისტიკა, რომ გახდეს საჭირო და მიმზიდველი? აი არ შემიძლია არ აღვნიშნო რა, როგორც გიორგი თქვა, აი ძალიან უბედურება მოხდა კინოსამყაროში რა, რომ აი ისე მიყვა და ბოლოს ბუბა გარდაიცვალა, მანამდე კიდე ზაზაურუშაძე და რამდენი კავშაძე და რამხელა კორიფეები დავწერეთ. ძალიან ბუბა მნიშვნელოვანი, როგორც მეგობარზე არ ვლაპარაკობ, ყველა მიცის რა, ჩვენ გავიზარდეთ ბუბას გარშემო და შეიძლება ითქვას, რომ ბუბამ გავგზარდა რა თავისი ღირებულებებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო იმ გაგებით, რომ კინემატოგრაფში აი ჩასული იყო ბოლომდე რა და ჩვენ აი კინოაკადემიაში იმიტომ მოვედით ბუბა როცა დაიწყო არჩევნები მოვიდა და თანამოაზრეთა ჯგუფი შექმნა რაღაცა, ну ჩვენც მოვიაზრებით, რომელსაც გვინდოდა დაელაგებინა და ეს მეცნიერულ დონეზე გვაქვს ჩვენ გაკეთებული, როგორ შეიძლება დაალაგდეს მოდელი, შეიძლება ვაჩვენოთ საზოგადოებას და ქვეყანას, რომ როგორ შეიძლება ის ძველი სისტემა რაც არის ეს კომუნისტების დროს, იმიტომ არის ის სისტემის ბრალია, რომ ჩხუბები და ის არის რა ყოველ წამს რა ის უნდა დაალაგდეს ისეთი სახით, რომ ყველასთვის მომგებიანი იყოს და ყველასთვის საინტერესო იყოს ის, რომ მართლა განავითაროს ეს კინემატოგრაფი და კულტურა და ისა და აი ამის გარშემო ვცდილობდით გაგვეკეთებინა და გამოგვეცალა, მაგრამ აგერ აი მე გიორგი და ეს თანამოაზრეები დავჭირთ და ვცდილობთ რა გავაგრძელოთ და ერთ-ერთი მიმართულება იყო სამეცნიერო პოპულარული. აი შესანიშნავად თქვა ბუბამ და ერთ რამეს დავამატებ. იმიტომ რომ სამეცნიერო პოპულარული მარტო დოკუმენტური ფილმი არ არის. რა დოკუმენტური ფილმები კი არის დოკუმენტური, მაგრამ სამეცნიერო პოპულარული არის თავარი, რითიც ადამიანი და საზოგადოება ახერხებს, გააცნობიეროს, რა სამყაროში ცხოვრობს. იქ სამეცნიერო პოპულარული არის, აი მაგალითად ყვავილი როგორ იზრდება, სოციოლოგიური თემები, კოსმოსში რა აღმოჩენებია ისინი, რომელიც ადამიანისთვის აუცილებელია, საჭიროა, რომ აღიქვას რა იმ სამყარო რეალურად რაში ცხოვრობს. რომელიც ფუნქცია აღიქვას. თავის ფუნქცია აღიქვას და გააცნობიეროს თვითონ ადამიანი რა არის და თვითონ კულტურა გააცნობიერებს რა არის რა ის სიღრმეში რომ მოახერხოს, იმიტომ რომ ამ სამეცნიერო შრომებს აღარავინ აღარ კითხულობს, ლიტერატურას არ კითხულობენ და ისე და აი სამეცნიერო პოპულარულ კინოს თავის ენაზე მოაქვს
საზოგადოებისთვის და არხები არსებობს და ჩვენ პლუსი გვაქვს ის რომ სამეცნიერო პოპულარულში ეთნოგრაფიიდან დაწყებული აგერ გიორგი მაღნიშნა კულტურა შედის, ისტორია შედის და ეს ჩვენ გამოვიყენოთ საქართველოს ქვეყნის პოპულარიზაციისთვის და ჩვენი მართლა რაც ღირებული გვაქვს დაწყებული ფსიქოლოგია, ფილოსოფია ის გავიტანოთ და უცხოელებთან ერთად გავაკეთოთ ეს თემები. ჩვენ უცხოელებთანაც გვაქვს ურთიერთობა ძალიან სერიოზული. ისინი უცხოელები იცდიან, აი და უხერხული მდგომარეობები იქმნება იმაზე, რომ ვემალებით უცხოელებს, იმიტომ რომ აი სტუდია რაკურსი იყო ერთადერთი სამეცნიერო პოპულარული ფილმი და ეხა პოლიტიკას არ მინდა შევეხო, მაგრამ წინა ხელისუფლება ნაციონალების დროს დაანგრიეს ეს უბრალოდ შენობა ვიღაცას მოეწონა. და რეპრესიებში ვიყავით ჩავარდნილი, შიგნით ჟურნალისტურ გამოძიებებს ვაკეთებდით რა, ნუ ეხა ვერ მოგიუებოდით იმ უსამართლობას და მოსწეს სამეცნიერო პოპულარული კინო ერთადერთი სტუდია. ხო და ეხა იმის აღდგენა გვინდა რა, ჩვენ კულტურის მინისტრად ვიყავით მისული და აი ძალიან კმაყოფილებული კი, მხარდაჭერას და აი პირველად მოხდა ის, რომ სიღრმისეულად არის განხილული რა არის კულტურა რა, საერთოდ ჩემი აზრით არ არსებობს სისტემა რა, სადაც ეს კულტურა შეიძლება მართლა პროგრესი განიცადოს და ძალიან სიღრმისეულად მოხდა რა შესწავლა საკითხების და ცალკე გამოტანა აი პრიორიტეტების და ის პრიორიტეტები კიდე დაყოფილია და აი ეს ემთხვევა ერთად და იმედი გვაქვს რომ ხელშეწყობა იქნება და ეგ ერთობლივი ძალით უნდა გაკეთდეს ინსტიტუტთან ერთად, კულტურის სამინისტროსთან ერთად და ყველა აი კინემატოგრაფიული გადასარჩენია დღეს ეს დარგი. კი, ნამდვილად გადასარჩენია. კი, ახლა აი ჩვენ ვერ ვხედავთ, თავარი პრობლემა ის არის, რასაც ვხედავთ, ან ვერ ვხედავთ. თავარი. ესე იგი კინოების საერთაშორისო ასპარეზზე აქვს. კინოდ რაც ინდივიდუალური წარმატებები ეს ერთი რეჟისორი, ეხლა რომ ეს ინდივიდუალური წარმატებები. ინდივიდუალური ადამიანი ეს არის ერთი რეჟისორის წარმატება. ერთიანი ხელწერა არ არის, აი სისტემა არ არის, სადაც ადამიანი თავის იმას მოახერხებს, რომ გაიტანოს აი არის ბერგმანი. რეჟისორი ხო ეხლა წარმოიდგინეთ, ძველი სტუდია ცალკე არსებობს, ახალი სტუდია ცალკე, კინოცენტრი ცალკე და კინოაკადემია ცალკე. აი ეს დაქსაქსულობა უშლის ხელს აბსოლუტურად, იმიტომ რომ ფინანსება მარტო კინოცენტრი, ეს დანარჩენი სამი ორგანიზაცია თვით დაფინანსებაზეა. ნუ წარმოუდგენელი რაღაც ხდება და ამიტომ არ ხდება ზუსტად იმ რეჟისორების დაფინანსება, ვინც შეიძლება მართლა სახელი მოგვიხვეჭოს. თემატიკა ვერ ირჩევა. პრობლემა ეხა დაახლოებით რო გისმენთ თეატრალურ სფეროშიც ეს პრობლემა, რომ ერთმანეთთან შეუთავსებლობა, კრიტიკული აზრის აღქმის არარსებობა. ხო და ეხლა თქვენ სიტყვაზე ერთი რო დაფინანსდეს და მეორე მე ის სიტყვის რომ ის რატო ფინანსდება მე რატო არა სისტემა გვაქვს რომ ყველა ერთად დავაჯინოთ ეს 4 დასხდებიან კი სამი წლის კინოცენტრი ამბობს რომ კი ბატონო მოდი ჩვენ კი ყველა ამბობს ეს 10 თავისთვისაც ხვდები ეხლა იქ 3 წლის წინ იყო ზუსტად ზაზა გიომ გელაძე და ვერ დავაჯინეთ 3 წლის წინ ეს ხალხი, იმიტომ რომ რაღაცა კიშხლას არ იყვნენ მზად. ეს 3 წელი ზუსტად მოვანდომეთ იმას, რომ მზაობა იყოს, რომ ადამიანები დაждდნენ და ყველა სიმპათია და ანტიპათია გადადონ და გადავარჩინოთ დარგი თვითონ. ეს მნიშვნელოვანი იქნება. ხო. აი ერთ რამეს ვიტყვი თუ შეიძლება, გიორგი, ჩვენ ვლაპარაკობთ იმ დღეს საინტერესო თემაზე იყო. ბაკმისტერ ფულერი არის ერთი ესეთი არქიტექტორია, მაგრამ ძალიან მე მგონია ნობელის პრემიის ლაურეატიც არის და ყველა დარგში რაღაცა ღირებულია გაკეთებული და ესეთი ფრაზა აქვს ნათქვამი რა. შენ ვერაზოდეს ვერ გაიმარჯვებ თუ ებრძვი არსებულ რეალობასო რა. შენ თუ გინდა რაღაცას მიაღწიო და გაიმარჯვე, ხა ზუსტად სიტყვით რომ შენ უნდა შექმნა ახალი რაღაც სისტემა და ის თავისთავად გაქრება და გამოუსადეგარი იქნება და ზუსტად ამ პრინციპით ვაკეთებდით ჩვენ აი იდეები გვინდოდა ესე გავაკეთებინა რომ ეს არის მთავარი სისტემური პრობლემა რომელიც ისე უნდა დაალაგდეს ეს ყველას ინტერესია რა ჩვენ უნდა გავაგებინოთ აბსოლუტურად ყველა ადამიანის ინტერესი არის მით უმეტეს კულტურაში
დასაქმებული ადამიანები, ნუ ეხლა ყველა მოაზროვნე ადამიანი. დავაგდენავიღეთ ჩვენ თავზე. აი აკადემია ცდილობს რომ ეს იდეა გაიტანოს და ყველა ერთად აი მოვიცნოთ თავის როგორ ფიროზმანი შეიძლება ჩვენზე უკეთესი რაღაცები აქვს ავიღოთ ჯელობაში შეიძლება რაღაცა ახალი აი ჩვენ თავაზობთ ამ კონცეფციას რაც ბუბასთან ერთად გავაკეთეთ ჩვენ შედგენილი რაიმე დროსთან კავშირი აი რაღაც წარმოდგენა რამდენ წელიწადში შეიძლება რაღაც სურათი გამოჩნდეს შედეგი სწრაფად შეიძლება განხორციელდეს კონცეფცია მთავარია დაიწყოს ამის განხორციელება და ის არის დომინოს პრინციპით საერთოდ მთელი სისტემური ცვლილებებით მე ამას ვლაპარაკობ დოკუმენტურ კინოზე გაკეთებული გვაქვს ჩვენ რა სამეცნიერო პოპულარულზე ცალკე და მეცნიერულ დონეზე გვაქვს ეს უცხოელები მეცნიერებით მთელი დომინოს პრინციპით მეცნიერებათა აკადემიას გვერდში გვიდგას როგორც კი დაიწება ეს ისა რა ის თავისთავად უკვე ითხოვს ერთადერთი დომინოს პრინციპით წაქცევა ადვილი და წამოდგომა რთული და წარმოდგომას გისურვებთ ჩემ ბატონო როგორც თქვენ ისე ყველა მოღვაწეს კინოსფეროში და გისურვებთ რომ ისე რაც თქვენ ბრძანეთ რომ ქართული კინოს ფენომენს ამობდნენ ადრე მაგრამ ფენომენი თუ არა მნიშვნელობა ისე მნიშვნელოვნად დაგვეფიქსირებინოს დიდი მადლობა სტუმრობისთვის თქვენ ბატონო გურგულია და დავით ცინცაძე გახდნენ ჩვენი სტუმრები